ანა და ია. ერთ დიდ სოფელში პატარა გოგო ცხოვრობს. მას ანა ჰქვია. ანას დიდი ოჯახი ჰყავს. მამა, დედა, ორი ძმა, ერთი და, ბებია, ბაბუა და მამიდა. ანას ძალიან უყვარს ყვავილები. ერთი ყვავილი კი ყველაზე ძალიან უყვარს. პატარა ქოთანში ლამაზი ლურჯი ია. ია ძალიან ლამაზია. 3 ია და 5 დიდი მწვანე ფოთოლი. ეს ანას საყვარელი ყვავილია. ერთხელ ანა სახლში მარტო იყო. დედა ექიმთან წავიდა, მამა სამსახურში იყო, ძმები საბავშვო ბაღში იყვნენ, და სკოლაში იყო, ბებია და ბაბუა ბაზარში წავიდნენ. იჯდა ანა ოთახში პანჯარასთან და ქუჩას უყურებდა. ქუჩაში ქარი იყო. უცებ ქარმა კარი გააღო. ანა კარისკენ წავიდა. ახლა ქარმა პანჯარაც გააღო. ანამ არ იცის სად წავიდეს. არ იცის ჯერ კარი უნდა დაკეტოს და მერე პანჯარა, თუ ჯერ პანჯარა უნდა დაკეტოს და მერე კარი. ანამ კარი დაკეტა. უცებ ანას საყვარელი ყვავილი გადმოვარდა. ქოთანი გატყდა. ანამ ყვავილი ხელში აიღო. ანამ ტირილი დაიწყო. მეორე დღეს დედამ ანას დიდი ქოთანი უყიდა. ახლა ლამაზი ყვავილი დიდ ქოთანშია, მაგრამ ქოთანში ახლა 2 ია და 3 დიდი მწვანე ფოთოლია.